ეხლა ინფორმაცია თურისთვისაც ჩაგერთეთ ეხლა ლაივში. მეგობრებო, სადღაც 4-5 დღის უკან დავაანონსე, რომ 22-ში გვექნება თქო შეკრება. და აწი რო არ თქვა საშველი არ არის, იმიტომ რომ სვანაირად არ გამოვა. ეს არ არის ის შეკრება, მეგობრებს, ძველ მეგობრებს მინდა უთხრა, რომელიც ვაპირებდი რაღაც სასწაულს და რაღაცა, ეს არ არის ის შეკრება. შეიძლება ჩაითვალოს ეს გამოსამშვიდებელი თუ გასაგრძელებელი, ვნახოთ მოღვაწეობის. მაგრამ ეს შეხვედრა იქნება შემოგარგებო თბილისში, საჯარო ბიბლიოთეკაში. იქ დიდი ხანი არ გამოსულ ვარ, სადღაც კორონა იქნებოდა მანამდე, სადღაც 8-ჯერ თუ 9-ჯერ გამოვედი იქ. მქონდა შეხვედრები, მქონდა ფილმის პრეზენტაციები და ერთი ამბავი. შემდეგ რო ქვეყანაირი ამ კორონას შემდეგ მე გარო გაიხსნა, აღმოჩნდა რომ მე ფასიანი გახადეს საჯარო ბიბლიოთეკაში დასწრება, თითო საათი და ასე შემდეგ და მოკლედ რისი თქმა მინდა ეხლა. მეგობრები, ვისაც უნდა ჩვენთან შეხვედრა, ეს ერთი. არა ახლებს და არა ცნობის მოყარებს, ვინც უკვე კარგად ხნის ცნობილები ვართ და ვიცნობთ ერთმანეთს, ვინც გულშემატკივრობს და მასიურად უყურებს ჩემს გადაცემებს, ჩემს მოღვაწეობას. იმათმა გთხოვთ, რომ წინასწარ დამიკავშირდეთ ჩატში მომწეროთ და რომ დავაფიქსიროთ ვინ არის. მე ამას გადავცემთ ჩემს მეგობრებს და ისინი მკაცრად გააკონტროლებენ იქ შემოსვლას. რატომ? იმიტომ რომ გამომდინარე იქიდან რომ ტერი 100-ად გამემრავლეს, უბრალოდ თავდაცვის მიზნით, მეტი კი არაფერი. ძალიან გთხოვთ ეხლა ვისაც თავიდან ახლიდან არის შემოსული და უცებ რაღაც ახლა უნდა და დალაპარაკება, აბსოლუტურად არათერ დალაპარაკებაზე და იქ ჩვენ არ გვეცილება, უბრალოდ იქნება იმ მოღვაწეობის გაგრძელება და რაღაც თანმიმდევრულად ის თემატიკა რო განვავრცო იქ. ამიტომ ყველა უნდა იყოს იქ ისეთი ხალხი შეკრებილი, ვინც მისნობს კარგახანია და ვინც დიდი ხანია ათვალიერებს და თვალყურს ჩემს გვერდს და მოღვაწეობას. კიდევ ერთხელ ვამბობ, მომწერეთ ჩატში, რომ დავაფიქსიროთ, ჩამოვწეროთ სია. დარბაზში შემოვა მხოლოდ კაცრად გაკონტროლებული პიროვნება. ეს იყო ბატონო ადრე კი, ვისაც უნდა მოდიოდა და ასე შემდეგ, მაგრამ დღეს არ არის ის დრო. და მე მგონი აქ გასაკვირიც არაფერი არ არის. სიტყვაზე თქვა თუ სუფრაზე უძახებ მე მეგობრებს, უძახი მეგობრებს და არა ჩანგალისტებს, ხო? მაპატეთ ამ გამომეტყველებისათვის. მაგრამ ცნობის მოყარეობა და ის ეხლა ამის დრო არ არის. უბრალოდ საჭიროა ეს უსაფრთხოების მიზნით ჯერ ერთი და მეორეთი და მე 1000-ჯერ უარ მექნეს ასახსნელი, იმიტომ რომ ძველმა მეგობრებმა კარგად იციან დასავალი და არ მექნება ბევრი ასახსნელი. თორე ეხლა ისეთი ადამიანი რომ ეხლა გუშინ წინ შემოვიდა თუნდაც 1 კვირის უკან და 20 დღის უკან სამეგობროში, რომელმაც არ იცის ის აბიომი ქართულად როგორ არის მოღვაწეობისა, რომელსაც მე მოღვაწეობ, მე უცებ გაუკვირდეს რაღაცა, მე იმის კითხვა, მე პასუხი ამაში დრო გაიფლანგებად ყველად და დანარჩენი ხალხის დროს დაკარგავს და მთავარი სათქმელი დარჩება უკან. კარგით, მეგობრებო, ეს იყო ახლა მთავარი, რაც გითხარით და მომწერეთ ჩატში. დღეს მე სატრიალი მაქვს, სატრიალში ვარ, უბრალოდ და არ მეცლება პასუხებზე, მაგრამ ჩატში ხო ისა. აქ ნუმწერთ ვიდეოს ქვეს, ძალიან გთხოვ, იმიტომ რომ აქ ძალიან ის არა ქვია, ძნელია მე მოძებნა ვინ არის და ჩატში მომწერეთ, ჩატში. მორჩ. ოღონდ ისეთებმა, რომელსაც ვიცი, სახე დაუშვათ, ეხლა მე არ ვიცი, ხო? პიროვნება არის აქტიური ხარდამჭერი, მაგრამ მე არ ვიცნობ სახეზე. ისეთი ის მაინც მომწერეთ, რომ სახეს მაინც ვხედავდე და რაღაც დალაპარაკება შემეძლოს, ხო? უჩინ მაჩინებს მე ვერ ვეტყვი, ახლა მომბრძანდით მეთქი.
კარგით, გასაგებია მგონია, ხო? კარგით. აბა მომავალ შეხვედრამდე.